მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბატაძე გაგაცნობთ. საკმაოდ უნაყოფო აღმოჩნდა აფასებს ევროკავშირის ერთ-ერთი თანამდებობის პირი რადიო თავისუფლებასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო საკითხებთან დაკავშირებულ დიალოგს, რომელიც გუშინ გაიმართა. პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, თქვა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობა. ამ წყაროს ინფორმაციით, როდესაც გიორგი ტაბატაძისა და მის გუნდს კითხეს მზად არიან თუ არა კანონებთან შეცვლასთან დაკავშირებით, პასუხად მიიღეს, რომ ისინი წარმოადგენენ ტექნიკურ ჯგუფს, ხოლო წამოწეული საკითხი პოლიტიკური იყო. ამგვარად თბილისის შეთავაზება არის, რომ ბრიუსელმა კვლავ მიიწვიოს პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ყველა დონეზე, რათა თავიდან განსაჯონ პოლიტიკური მზაობა. წყაროს ცნობითვე თბილისი ამტკიცებს, რომ მკაფიო სფეროები არსებობს, რასაც შედეგის მიღწევა შეუძლია, თუმცა ეს წყაროს შეფასებით უკიდურესი მინიმუმია და სანაცვლოდ ელის ევროკავშირის მხრიდან კეთილგანწყობის დაფიქსირებას წერს რადიო თავისუფლება. თავის მხრივ გიორგი ტაბატაძემ გამოცემა ევროსკოპს განუცხადა, რომ პოზიტიურად არიან განწყობილნი. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება. ამის შესახებ პრემიერმა ყირგიზეთში მედიასთან განაცხადა. კობახიძე იმედოვნებს, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები და ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართული ხალხის და ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღიად ვართ დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით, ამბობს კობახიძე. ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის. სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ეს საკითხი, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავგედეთ ყველანაირი გზა შანტაჟისთვის, დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ რაღაცნაირად ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და რა თქმა უნდა ამ გზავნილით ვესაუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ყირგიზეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტი მიმდინარეობს. ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ყირგიზეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის 8 მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის ერთობლივი ბრიფინგის დროსაც გახდა ცნობილი. ვაჭრობა, განათლება, ავიაცია, ვეტერინარია, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება. ამ და სხვა მიმართულებით დღეს ყირგიზ ოლგასთან მემორანდუმები გაცვალეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ასევე იუსტიციის მინისტრმა, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ. ყირგიზეთში პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყირგიზეთს შორის გაფორმებული არაერთი შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას. იმედი მაქვს, ეს ვიზიტი საქართველოს ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ბიძგს მისცემს, თქვა დღეს ირაკლი კობახიძემაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე იპოთეკურ სესხებზე რეგულაციების შემსუბუქებას და დეველოპერების შიდა განვადების სქემებში გარკვეულ რისკებს ხედავს. როგორც ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის ანგარიშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში დეველოპერების მიერ კვაზი იპოთეკური სესხების გაცემა სწრაფად გაიზარდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა იპოთეკურ სესხებზე რეგულაციები შეარბილა. ფონდი აღნიშნავს, რომ იპოთეკურ დაკრედიტებაზე სტანდარტების შემსუბუქებამ შესაძლოა ფინანსური სტაბილურობის რისკები შექმნა. აქედან გამომდინარე, სავალუტო ფონდმა გასცა რეკომენდაცია, რომ დეველოპერებზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა გაფართოვდეს იმ შემთხვევაში, თუ კი მათი საქმიანობა ფინანსურ შუამავლობად ჩაითვლება. უძრავი ქონების დეველოპერებისთვის საბანკო სექტორის მიერ სესხების გაცემა სტაბილურია, თუმცა დეველოპერების მიერ ვალუტის ობლიგაციების გამოშვება და კვაზი იპოთეკური სესხების გაცემა სწრაფად გაიზარდა. თუმცა უძრავი ქონების ფასები სტაბილური იყო. რეგულირებადი საბანკო კრედიტისკენ აქტივობის გადამისამართების მიზნით ეროვნულმა ბანკმა დროებით შეამცირა დეველოპერების კაპიტალის მოთხოვნები ბიზნეს სესხებისა და საყოფაცხოვრებო იპოთეკური სესხების მისაღებად. ბანკებში დეველოპერების მიმართ არსებული შიდა ლიმიტების
გათვალისწინებით. მოსალოდნელია, რომ ეს ძირითადად ხელს შეუწყობს იპოთეკური სესხების გაცემას. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ იპოთეკურ სესხებზე სტანდარტების შემსუბუქებამ შესაძლოა ფინანსური სტაბილურობის რისკების შექმნას, განსაკუთრებით საცხოვრებელი ბინების ფასების მკვეთრი კორექტირების შემთხვევაში. ამის ნაცვლად რეკომენდაცია გაუწიეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის გაფართოებას დეველოპერებზე, რათა აღმოიფხვრას მარეგულირებელი ხარვეზები თუ მათი საქმიანობა ფინანსურ შუამავლობად ჩაითვლება. რა რისკებზე მიუთითებს უძრავი ქონების ბაზრის დაკრედიტების მიმართულება და როგორია მარეგულირებლის პოზიცია. ნუცა შუბაშვილი მუშაობს ამ თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. რძის პროდუქტების ბაზარზე ახალი რეგულაციები შემოდის. გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს, რომ ნედლი რძისა და მცენარეული რძის შემცველი პროდუქტების განცალკევება მოხდეს. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული. ასევე სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. საბაჟრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებით უნდა განთავსდეს. მინისტრი ამბობს, რომ მიზანია მომხმარებელმა მკაფიოდ განასხვავოს პროდუქტები და იყოს ინფორმირებული. რას ყიდულობს ამასთან სამინისტრო მზადაა სექტორს მიზნობრივი დახმარებაც გაუწიოს. რა გაიგო სექტორმა მინისტრთან შეხვედრისას და არის თუ არა საჭირო რძისა და რძის პროდუქტების წარმოებისთვის დამატებითი მხარდაჭერი მექანიზმები. კახა კონიაშვილი რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე შემოგვიერთდება 15 საათსა და 30 წუთზე საქმის კურსში. საქართველოში ფეროშენადობთა მწარმოებელი მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. დარგის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასახარბიელო ფასების და ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ფონზე ოპერირება წამგებიანი გახდა სექტორისთვის. ასევე სექტორისთვის უმთავრეს პრობლემად ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი რჩება, რადგანაც მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათთვის განაწილების ტარიფი გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროსთან, ესკოსთან და სახელმწიფო ელექტროსისტემასთან კომუნიკაციის მიუხედავად დარგმა ვერ მიიღო წვდომა შეღავათიან ჰიდრორესურსზე, რაც გაზაფხულის პერიოდში ტრადიციული პრაქტიკა იყო. შედეგად წარმოების ნაწილი გაჩერდა, ნაწილმა კი საქმიანობის განახლების გეგმა გადადო. რა მდგომარეობაშია დღეს ფეროშენადნობების სექტორი, რის ხარჯზე გაიზარდა წლის პირველ კვარტალში ექსპორტი და რა მხარდაჭერას ითხოვს დარგი, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო საქონელს აწარმოებს. ელენე გოგბერაშვილი მოგვასმენინებს ბიზნესის შეფასებებს დღის განმავლობაში. ამ და სხვა სიახლეებით ეთერში ბრუნდებით 13 საათსა და 40 წუთზე დაგველოდეთ.